მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა, პატივისცემით და მადლიერებით, განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს, თუმცა თვითეულ თქვენთაგანს ძალიან დიდ მადლობას გიცხადებთ ნდობისთვის. დღევანდელი ჩემი თემა არის მოდის თუ არა თქვენს ცხოვრებაში სწორი ურთიერთობა. ანუ ექსტრემალური ურთიერთობა შეიძლება ბევრს გქონიათ ან გქონდეთ, ჰარმონიული ურთიერთობა შეიძლება ბევრს გქონიათ ან გქონდეთ რაღაც ეტაპამდე, ხო? ღვთაების სამყაროში არაფერია. ესეთი ვნებასაყოლილი ურთიერთობები შეიძლება ბევრს გქონდეთ, მერკანტილური ურთიერთობები შეიძლება ბევრს გქონდეთ, ხო? ანგარებიანი, მაგრამ აი სწორი ურთიერთობა, როგორც სწორი ადამიანი, ზოგადად ძალიან იშვიათია სამყაროში და ვნახოთ, აბა მოდის თუ არა თქვენს ცხოვრებაში სწორი ურთიერთობა და სწორი ადამიანი. სანამ გაშლას დავიწყებ, მანამდე მინდა ვთქვა, რომ ჩემი სუბიექტური აზრი უნდა გავაჟღერო ეგრეთ წოდებულ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, რომ აგვიჩემებია, ნუ მიწყენთ ქალები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, მე არავის ვახვევ თავზე. მე ზოგადად მომხრე ვარ საწყისშივე ჩადებული მიმართულების, ხო? როცა მაინც გინდა არ გინდა ქალი მამაკაცის ნაწილია და ქალი მამაკაცთან შედარებით სუსტია. თორემ სად იყო ევროპა და ამერიკა და საერთოდ ცნება გენდერი, როცა ჩვენ თამარ მეფე გვყავდა, ხო? ქალი ხელმწიფე და როცა რუსთაველმა თქვა, რომ ლეკვილომისა სწორია თუ იყოს თუნდა ხვადია, ხო? ან თუნდაც როცა ნიკო ნიკოლაძე ძალიან აქტუალურად წერდა იგივე გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა განათლებაზე, შარვლის ჩაცმასა და ასე შემდეგ, მოკლედ ახლა ძალიან არ ჩავუღრმავდები. ასე რომ მეგობრებო, ყველას სამყარო ბუნების ძალებმა თავიდანვე ჩვენი ადგილი მოგვანიჭეს და ზუსტად იმიტოა დღეს სამყარო ასეთი არეული და გადარეული პირდაპირ მნიშვნელობით, რომ დიახ, პურს მე პური აღარ აცხობს, ვენახს მე ვენახი აღარ უვლის, ბაღს მე ბაღი აღარ სხლავს, ხო, ან რგავს და აშენებს, ასე ვთქვათ. ხო, ძალიან ავირიეთ მოკლედ რა, ვინც მათემატიკოსი უნდა იყოს, არ ვიცი, ოპერაციებს აკეთებს, ვინც ექიმი უნდა იყოს, მთელი მონდომებით არჩევს რა მოტივებზე დაწერა მთაწმინდის მთვარე გალაქტიონ დაბიძემ, ხო და ასე შემდეგ, მოკლედ. ამას გავანებოთ და გავეშვათ. უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ არ არის ყველაფერი ისე დღეს როგორც ხდება ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, სახეცვლილი გაპიარება, მოდით ასე ვიტყოდი და გარკვეულწილად მცდელობა მიდის შინაარსის ცვლილებისაც, ხო? ანუ ფორმას გვთავაზობენ ისეც, რომ შინაარსს აღარ ვუყურებთ. ამასაც გავანებოთ თავი. უბრალოდ მე რომ ეს არ დამიფიქსირებინ, არაფრით არ შემეძლო, იმიტომ რომ რომელ ქალს არ გინდათ, აბა გამოჩდით და დამიწერთ კომენტარებში. ახლა 1-2 ვინც გამოჩდება და იტყვის, რომ არ მჭირდება მე მამაკაცისგან არც საჩუქარი და არც მისი შენახვა და არაფერი მისგან არ მინდა. იმას თავისი ბავშვობისეული ტრამვები აქვს და აგერ მე ვარ ერთ-ერთი მაგალითი უკაცრავად. გარდა მაგისა, რა უნდა გავიგო და რა უნდა მომიყვეთ და რა უნდა მითხრათ ისეთი, რაც მე არ გადამხდენია, ან ჩემს დასარშემთხვევი, ან ჩემს ერთ-ერთ რომელიმე მეგობარს, ან ჩემს ერთ-ერთ ნაცნობს და სულ რომ ყველაფერს თავი გავანებოთ, ერთ-ერთ ჩემს ბრძყალებში კლიენტს, ხო? გნებავთ აი ამ სფეროში და გნებავთ სხვა კონსულტაციების სფეროში, ხო? სხვა შერს აქვე გავაჟღერებ, რომ ვისაც გინდათ მეგობრებო, საუბრები და ამის დეფიციტი გაქვთ და ვერავის ვერ ესაუბრებით საკუთარ ტრამვებზე, საკუთარ ტკივირებზე, საკუთარ კომპლექსებზე, საკუთარ მდგომარეობებზე, არის ასეთები, დამერწმუნეთ რომ არის. ჩაიგროვებთ ამ ემოციებს და ამ სათქმელს. როგორც მაცივარშიც ვადაგასტის გარკვეულ პროდუქტს, ხო, და მე ის უკვე უვარგისი ხდება და ასე ვთქვათ, იქ სხვანაირი ქიმიური რეაქციები მიდის იმ პროდუქტში და ლპობას თუ არ დაიწყებს, ყოველ შემთხვევაში სხვანაირი გადაგვარება ხდება, რაც მე უფრო უარესია ვიდრე ლპობის, ესე ემართება ჩვენს ჩაგროვებულ მაპატით ჩვენს ჩაგროვებულ ემოციებს, ჩვენს ჩაგროვებულ არ თქმულ სიტყვებს, არ ნათქვამ სიტყვებს და ამიტომ დაიტანჯავთ თავს და გაწირავთ თავს ამისთვის. ის თანხები არ იქნება,
რაც უნდა გადაიხადოთ, ვთქვათ, ფსიქოლოგებთან ოფიციალურად, მაგრამ იგივე განათლება მაქვს, შემიძლია გითხრათ ძალიან თამამად, ვისაც გჭირდებათ თავისი დიპლომით, არც ეგ არ არის პრობლემა, უბრალოდ დამერწმუნეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ტერმინებით გაჯერებულ, ან თუნდაც ტექნიკებით გაჯერებულ საუბრებს და მიდგომებს, რომელსაც მე რა თქმა უნდა მივესალმები და ეს ერთ-ერთი მძლავრი იარაღია ჩვენს პროფესიაში, ხო, იმისთვის, რომ ადამიანის სწორგზას და აზრობრივად სწორგზას დაადგეს და დაინახოს თავისი მიმართულება. მე მაინც ვთვლი, რომ დღეს ყველაზე სწორი ადამიანური ურთიერთობები და ადამიანის ენაზე ლაპარაკია, ხო? ანუ ერთ თარგს ყველას ვერ მოვარგებთ, როგორც ახსარებას რომ მეტყვი და ერთსა და იმავე ცოდვაზე, რა ვიცი, მე ასე ვთვლი, რომ მამაო ერთი იგივე დირექტივა და ერთი იგივე რეკომენდაცია არ უნდა გასცეს, ხო? იმრუშა, რატო იმრუშა? მოდი აბა სიღრმეებში წადი რა და იქ იკითხე, რატომ მოიპარა და ასე შემდეგ. თუმცა ესეც არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის თემა და ვიღაცა ახლა შეიძლება დამიწეროს, რომ ძალიან ბევრ საუბრობთ, მაგრამ მე ამ თემებს აუცილებლად უნდა შევხებოდი, ვიღაცისთვის შეიძლება საჭიროც იყო, ისე ხარისი არ გამიჩნდებოდა ამ საუბრის სურვილი დამერწყინეთ. და ვნახოთ ახლა ჩვენი გაშლის მთავარი თემა, ხო? მოდის თუ არა ჩვენს ცხოვრებაში, ან თქვენს ცხოვრებაში სწორი ადამიანი ჩემს თითებს კიდევ ერთხელ განმეორდები, ყურადღება არ მიაქციოთ, გემრიელად, ლამაზად, ისე მივიწენგოიანე. ხო და არც მიცდია გულწრფელად რომ გითხრათ რა იმას საშუალებით ამის გაშორება, რატომაც მაგის ვერც დრო ვიპოვე და არც სურვილი გამიჩნდა ეთყობა. პირველი, მეორე ვარიანტი და დავწყოთ პირველი. ნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა. თავისით გადმოფრინდა თქვენი სიგნიფიკაცია. ექვსიანი პენტაკლები. ექვსიანი პენტაკლები ზოგადად ძალიან ხშირად ასოცირდება ვალის დაბრუნებასთან. ანუ თქვენ შეიძლება იყოთ ადამიანი გარკვეული პროგრამით მოსული, რომელიც თქვენ წინაპრების, თქვენ საგვარეულო ვალებს აბრუნებდეთ ამ ცხოვრებაში და ასე ვთქვათ, რაღაცა ციკლს ხურავდეთ. თუმეტეს აი ამ კონკრეტული დასტის, ამ კონკრეტულ არკანში სასწორი ძალიან თავარ ფიგურად არის აქ წარმოდგენილი, ხო? და მოკლედ როგორც წესი, დიახ, სამყარო აწონ-დაწონის თქვენს წარსულს, თქვენს მომავალს, ან თქვენს აწყოს და მოკლედ თქვენ შეიძლება აი ამ ნაწილში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყოთ ასე ვთქვათ, ბოლო დებიტორი თქვენ საგვარეულოში და აქ დასრულდეს, ვთქვათ, კრედიტების თემა სამყაროსთან. თუმცა მეორეს მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის სხვის დასახმარებლად, ხელის გასაწოდებლად, ქველმოქმედებაც გიყვართ. ოღონდ სამართლიანი ქველმოქმედება გიყვართ, სხვათა შორის აქ ასე ვთქვათ, მიმართულება არეული და როგორ გითხრათ, დაბნეული ქველმოქმედი არ არის, რომელიც აქეთ-იქ იტყრის, ხო? თუმცა ამასაც სწავლა ჭირდება და ამერწმუნეთ. ერთ ბედნიერ დღეს ადამიანი მიხვდება, რომ ყველაზე დიდი და სწორი ადრესატი სწორი სიკეთეს ჭირდება და არა სხვადასხვა ქმედებებს, ასე ვთქვათ. ხო, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა მიწასთან შემხებლობა გქონდეთ, მეურნეობასთან შემხებლობა გქონდეთ, ან საბანკო სისტემაში მუშაობდეთ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ სტაბილურად გახართ მიწაზე და თქვენი წილი, ასე ვთქვათ, უკვე ყველაფერი გაგაჩნიათ. ვნახოთ ახლა ეს რა არიანებად მიგავი არგანები კაცო. ხო, კარგად. ხო, კარგად, ეს ერთი მომტრიალებია, უკაცრავად ეს ერთი. კარგით. ნახოთ ახლა აი ამ სიტუაციაში, ამ ეტაპზე, აი ამ მოცემულობაში რა ხდება თქვენს პირად ურთიერთობებში და მოდის თუ არა სწორი ურთიერთობა, ანუ რა ტიპის ურთიერთობა მოდის თქვენს ცხოვრებაში მომავალში. ვფიქრობ, რომ სწორი მოდის დასტის ფონით, მაგრამ მოვლენებს არ გავასწრებ წინ. ახლა რა ხდება? ოხო. მეგობრებო, აქ მყავს იმპერატრიცა, ხმლების დედოფალი და 10-იანი თასები. ახლა რა ეტაპზე ხართ და არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ ცხოვრებაში იყოს ღალატის
პერიოდი იყოს მესამე პირი ჩარეული. რა ვქნა, ის უნდა გავაჟღერო, რომ შეიძლება საერთოდ აქ ოთხკუთხედიც იყოს და ორი ქალი ფიგურირებდეთ, ანუ ორ ფრონტზე, ხო, ორ პირდაპირ მხარეს, ანუ ჭადრაკის დაფაზე განლაგებაში ასე იყო. ოღონდ სამწუხაროდ მაღალი ფიგურისკენ არ იხრება ხოლმე, როცა ხმლების დედოფალი ამოდის. შამათი დიდწილად ხმლების დედოფალს ხვდება ხოლმე და რატო გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის ცბიერი, ეს არის გაქნილი ადამიანი, ამ დასტაში ყოველ შემთხვევაში ასეა ნამდვილად. სხვა შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპულია, სწორია, სამართლიანია, ხისტია, ასეთია, ისეთია, ლოგიკურია, განათლებულია გონებრივად ის, მაგრამ ამ დასტაში მენდეთ, რომ რაღაცა ისეთი უსიამოვნო ენერგიები მოდის. მე მაინც მგონია, რომ აქ თქვენს ურთიერთობებში უნდა იყოს მესამე, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, ხო? თქვენ მომწიყოთ პირობითად, ასე ვთქვათ, გარეშე პირი, ის ცოლიც მესამე პირია თქვენთვის, ხო? ასე გამოდის. შესაბამისად, აქ რაღაცა ეს ენერგიები მოდის. ოჯახში ხართ ჯერჯერობით ინარჩუნებთ ფასადურ ურთიერთობებს, ემოციებს, ვითომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სადღაც რაღაცა ისე რომ დასისინებს, აი ეს მომენტები გაქვთ ნამდვილად. თქვენის ნებართვით მაინც არასწორი ინფორმაცია რომ არ გავაჟღერო, ერთ აპანს დავამატებ. სამართლიანობის არკანი. მორალური პრინციპები. ხო, არა. აბსოლუტურად სწორი ხაზით მივდიოდი. თქვენ ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც თქვენს ჩუმად მიდის სადღაც. კი. კი ბატონო. სადაც არის კვერთხების მეფე, სადაც აქვს სხვა გზა, გაყოფილია ენერგიები, გვინდა არ გვინდა ასეთი სურათი გვაქვს საბოლოოდ, ხო, მაინც ასე იკვრება წრე. სადაც მოკლედ არის ის, ვინც არის, ხო, სადაც ეკაჩება ემოციური და ასე ვთქვათ, ცოტა სხვა ტიპის განცდები და ემოციები. ხო, ახლა ნამდვილად ვერ ვიტყოდოთ დალაგებული და ისე დავარცხნილი დაუთოვებული სიტუაცია გქონდეთ. მომავალში რა ხდება ვინ მოდის, ნახოთ თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ თქვენ მომავალში მოგიწევთ გარკვეული ტიპის სირთულეები, მათ შორის ფინანსური. ძალიან დიდი ეს არასწორად მინდოს აი ასე უნდა დავდო. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, რომელიც ხათ შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან ესე მალე არ დასრულდება, თუმცა ბოლოში ნახეთ როგორი გასხივოსნებულია, ხო? ძალი ფეხით არის ჩამოკიდებული, რაც მთავარია, ანუ შედარებით მსუბუქად და მალე გადაივლის ძალიან ბევრი გულის ტკენა მოგიწევთ. ღალატის შესახებ თქვენ გაიგებთ, მაგრამ მოიკრებთ ძალას და სწორედ აი ახალ არჩევა სამსახური დაიწყოთ, შეიძლება რაღაცა ცვლილება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ახალი გზით აი ეს ადამიანი გამოჩნდება თასების მეფე, რომელიც თქვენ რას მოგიტანთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში აი ახალ ცხოვრებას დაგაწყებინებთ. ნახეთ, ამ ცხოვრებაში ახალ სხვა ცხოვრებას მოგცემთ. ძალიან დიდი ტრანსფორმაციების, დიდი ტკივილების, დიდი გარდაქმნების, დიდი გარდატეხების მერე ხელახლა დაგაყენებთ ფეხზე და საკუთარ თავში თავდაჯერებულობას შეგმატებთ. გამარჯვების ჟინს გაგიღვიძებთ, სიცოცხლის სურვილს გაგიღვიძებთ და მოკლედ ისევ ადამიანად გაგრძნობინებთ თავს, მამაკაცების თუ მიყურებთ, თქვენს თავზე გადაათამაშეთ, ხო? კი ბატონო.
აღიარებას მოგცემთ, სტატუსს მოგცემთ, ანუ აი იმას მოგცემთ, რომ რაც თქვათ იქ არ გქონდათ, იმ დამცირებას საერთოდ დაგავიწყებთ, აი ისეთ ასე ვთქვათ რაღაცას ისეთ პედესტალზე აგიყვანთ, რომ ნუ თქვენი გრძნობთ თავს, რა ჩემს გარშემო ტრიალებს ზოგადად სამყარო და მე აი აქ და ახლა ვცხოვრობ, ხო, მე აქ და ახლა ვგრძნობ, მე აქ და ახლა ვარ და კი არ ვარსებობ მხოლოდ რეალურად ასე ვთქვათ სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა აი ამ ადამიანმა. მოდის თქვენ ცხოვრებაში სწორი ურთიერთობა. აუცილებლად მოდის. აი ცით როგორი მომენტია გააქვთ, მალე ხდება ეს ყველაფერი თუ დროში იწყება, არა მალე. აი იმ ტრანსფორმაციიდან მალევე ნახეთ, არის შეიძლება რაღაცა წარსულს გაგონებდეთ ეს ადამიანი, ან სულად წარსულიდან მოდიოდეს, ან სულაც მსგავსი სიტუაციიდან მოდიოდეს ეს ადამიანიც და ანუ თქვენთვის ეს აი როგორ აგიხსნათ რაღაცა ისეთი ემოციის მომტანი იყოს, რომ აი თქვათ, რომ თითქოს მთელი ცხოვრება ავიცნობ მე ამ ადამიანს. და თქვენ სტაბილურობაში აბსოლუტურად აი როგორ გითხრათ სიმშვიდეში გადაგიყვანთ ეს ყველაფერი. გამიხარდა. ოღონდ დიდი ტკივილების ხარჯზე. არ იფიქრეთ, რომ ეს იავარდით მოფენილი გზაგელოდებათ წინ და ხო და ესე იქნება, არა, ჯერ გატკენი, ჯერ ძალიან ისე ცოტა დაუნდობლადაც ჩათვლით სამყაროს დამოკიდებულებას თქვენი მისამართით და შეიძლება ხშირი იყოს თქმა, რომ აი მე ხომ ასე და მე ხომ ისე, ნუ საკუთარ თავს კარგად რომ ჩაუბლოკავთ ხოლმე, ხო დაახლოებით ისე, მაგრამ მე მოდის ის ვინც მოდის. მადლობა პირველ ვარიანტს, ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი და ზოგადად ვნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა. ცხრიანი თასები. ადამიანი ემოციები, ადამიანები არ ვიცი, აი ღვთისგან დამადლებულ დაბერტყილი რო გაქვთ ყველაფერი თავზე. მათ შორის ემოციური, მათ შორის ინტელექტუალური, მათ შორის ფინანსური სისავსე. ასევე სხვა შორის არ გეზარებათ გაზიარება, არც თქვენი ცოდნის, არც თქვენი ფინანსების, ხშირად შეიძლება სხვა ადამიანებისთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დამხმარე რგოლიც აღმოჩნდეთ ხოლმე. ძალიან გიყვარდეთ შემოქმედებითი საქმიანობა, ან თვითონაც რაღაცას ქმნიდეთ ზოგადად შემოქმედებითი ნაწილში და ძალიან ისეთი ემოციური და კეთილი გულუხვი ადამიანი. ზოგჯერ ბავშვურად გულწრფელიც კი. ვნახოთ ახლა აი ეს ადამიანი. ვნახოთ ახლა აბა რა ენერგიებში ხართ ახლა, რა ხდება თქვენს პირად ფრონტზე. ორი ერთად გამომპარაუშოს იყოს და რა ურთიერთობის ურთიერთობა მოდის თუ არა სწორი ურთიერთობა და სწორი ადამიანი ბედის პორბალი მაქვს დასტის ფონი და ვნახოთ აბა ეს ბედის პორბალი რას გვიქადის, რაზე მიყვანიშნებს. ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ოი. თქვენ ცხოვრებაში ახლა ნამდვილად არ მოდის მშვიდობის მდინარე, არც ნირვანაში ხართ, პირიქით. სავარაუდოდ თქვენ მიუხედავად თქვენი ძალიან დიდი შინაგანი რესურსის, დიდი აი თქვენ გაქვთ ემოციური ინტელექტი, ძალიან დიდი თასების დედოფალი, ეს არის ქალი, აი არ ვიცი. მართლა ქალი თავისი ყველა ქალური ატრიბუტიკით, ხო, სითბო, სინაზე, არ ვიცი, სისავსე, თვითკმარობა, პატარა ჯადოქრული ინტუიციები, მზრუნველობა, არ ვიცი, ქალი, რომელთანაც ადამიანმა წესით უნდა თავი იგრძნოს ყველანაირად კომფორტულად, ხო? ეს ქალი მისთვის შეიძლება იყოს ძმაკაციც, არ ვიცი, მეგობარიც, დედაც, საყვარელიც, ცოლიც, აი ყველაფერს რომ მოიაზრებს, ისეთი ტიპის ქალია. ასეთ ქალს საერთოდ რატომ უნდა უღალატო, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ ცხოვრებაში ხალატი არის ენერგეტიკული სიბომჟე, არ ვიცი, შეიძლება გარკვეულწილად
ფინანსური პრობლემები ძალიან ბევრი გედგას, რაღაც ტყუილს, ღალატს და ისეთ თაღლითობას აქვს აქ ადგილი. ჩვენ პირადს უყურებთ და ამიტომ არ განვისხილავ ამ სხვა ასპექტში და გრძნობთ, რომ თქვენს წინ მოკლედ ორი ვარიანტია, ან იქით და ან აქეთ. თქვენ ფიქრობთ ამ ორ გზაზე თუ ვინც ამ დღეს ჩაგვდოთ ის ფიქრობს აბა ვნახოთ. არა, სავარაუდოდ თქვენი პარტნიორი ფიქრობს წასვლას, ოღონდ ჯერ გადაწყვეტილება ვერ მიუღია. გაყოფილ ენერგიებშია, სულ გარკვეული ჩიხები და ბარიერები აქვს, ძალიან ისეთი არ ვიცი, საერთოდ გააქვთ თქვენ ახლა ოჯახი, თუ წასულია უკვე თქვენგან ეს ადამიანი, არც მაგას გამოვიცხავ, რომ წასულია უკვე. წასულია თავის კვერთხების დედაფალთან, სხვა ქალთან. ან ესე სადაც წავა, ან გატყუებთ, აი ხა საჯაროა გაშლა და ეს ვერსიები უნდა ვთქვა რა ვქნა. აი რაც შეეხება მომავალს, აბა ვნახოთ მომავალში რა ხდება. როგორ მიხარია. მომავალში მეგობრებო, ყველაფერს გაანულებთ, აბსოლუტურად ყველაფერი დაიწყება თავიდან თქვენს ცხოვრებაში, მიენდობით სამყაროს. მიხვდებით, რომ რაც დროზე დაუქნებთ ტოქსიურ ადამიანებს ხელს, მით უკეთესი ადამიანი, რომელიც თქვენ არ გაფასებთ, დამიჯეროთ, რომ თქვენ მასზე დრო არ უნდა ხარჯოთ და 2 თვის 2 წლის ან სულაც არ ვიცი 20 წლის მერე რომ გამოგეცხადოთ, იქ ნერვი არ უნდა აგიტოკდეთ. ყოველთვის გაიხსენეთ, რომ მას ქონდა არჩევანის უფლება და თქვენ არ აგირჩიათ. აი ეს ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მას ნებისმიერ სიტუაციაში ქონდა შესაძლებლობა, რომ თუნდაც ის ერთი სიტყვა ეთქვა, რომელსაც თქვენ წლები ელოდებოდით, მაგრამ მან არ თქვა. და მან თუ ამ არ თქმისთვის, ტკივილისთვის, გაურკვევლობისთვის გაგიმეტათ უკაცრავად, მაგრამ თავმოყარეობა ჩართეთ და ამუშავეთ რა. ვიღაცის მონად, ენერგეტიკულ მონად, იქცევით. და ზუსტად ეს არის, განულება მოხდება ყველაფრის და თქვენ ცხოვრობთ, თქვენ ძალას მოიგრებთ და აიცით როგორ საკუთარ თავში იპოვით იმ რესურსს, რომ საკუთარი თავისგან ახალი საკუთარი მე შექმნათ კი არა მარტო. არ ვიცი, ყველაზე რთულად დასამორჩილებელი სიტუაციები და ადამიანები დაიმორჩილოთ და გამონახოთ საერთო ენა და ძალიან დიდი ემოციური, ასე ვთქვათ, ნაკადი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ეს ემოციები რას უკავშირდება? ურთიერთობას ვკითხულობთ ოჯახს, არც მეტი და არც ნაკლები. მინიმუმ სტაბილურ ურთიერთობას, ხო? აი რაც თავისით გადმოფრინდა, ეს მე არ ამომიღია ნამდვილად და ორიანით ასები აბსოლუტურად აი ესეთ ურთიერთობა, სადაც აი ყველაფერს თავისი სახელი ქვია და სადაც არ გჭირდებათ ზედმეტი კითხვები, სადაც არც ტაროს უყურებთ, არც მეგობარს კითხავთ ნეტა რა ხდება და არც ძილის წინ საკუთარ თავთან დაიწყებთ დიალოგს, რომ ასია თუ ისია, ყველაფერზე პასუხი თვითონ ამ ადამიანიდან გექნებათ. არ ვიცი, აი იშვიათი გაშლა გამოვიდა, იმიტომ რომ რაც არკანებია თქვენს თვალწინ ვიღებდი, ხედავდით და ანუ თქვენს თვალწინ ვშლი, ასე რომ ნამდვილად აგერ ეს მთელი ეს წყობა მინდა არ მინდა სიბნელიდან სინათლისკენ მიდის და მე ძალიან მიხარია ეს გამონათება ღმერთმა ყველას სიკეთე სიხარული მოგცეთ. სულ მაგას ვამბობ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ქალიც და კაციც გაჩენილია ბედნიერებისთვის. და თუ თქვენ ვიღაც ამ ბედნიერებას გიზღუდავთ და ამ ბედნიერების კარზე ვიღაცა გადაგიხობებათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უიღბლო ხართ, უბრალოდ არასწორ ადგილას ხართ, დაიხურეთ ქუდი და წამოდით, რაც დროზე გასწრებთ, მით უკეთესი შეიძლება გაგიჭირდეთ, შეიძლება საკუთარ თავს ჯოჯოხეთიც მოუწყოთ, ამ წასვლით ძალიან მტკივნეული იყოს და არ ვიცი, წლები დაგჭირდეთ ამ ყველაფრის გადასახარშად, თუნდაც იმ პერიოდში, როცა იმ ადამიანს თქვენთან მოსულს დაინახავთ, ისევ არ იყოთ თვალ გამოსული იმ ადამიანების ენერგიებიდან, მაგრამ დიახ, საკუთარი თავი უნდა ახვეტოთ პირდაპირ მნიშვნელობით, აკრიბოთ, არ ვამბობ, სპეციალურად ახვეტოთ და ყველა ის ტკივილი გაიხსენოთ და ის უხერხულობა და ის უსიამოვნება, რაც თქვენმა ორგანიზმმა და თქვენმა ფსიქიკამ განიცადა დაუფასებლობით, დამცირებით, არასწორ დროს არასწორი სიტყვებით, ან პირიქით სწორ დროს სწორი სიტყვების ართქმით და დაიმშვიდობათ ამ ადამიანს. ყველაზე სწორი მიდგომა ეს არის ჩემო კარგო ადამიანები და მე დამიჯერეთ, რომ
ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ არც საჯარო გაშლა და არც პირადი გაშლები იმისთვის, რომ გაიგოთ თქვენს თავს რა ხდება, ყველაფერს თვითონ ის ადამიანი და საკუთარი თავი გეტყვით შემდგომში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, უღრმესი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ ცოტა ბევრი ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ვინ მიყურებთ, ხო? და მე ძალიან მიხარია, რომ ისეთი ადამიანები მიყურებთ, როგორებიც აი ჩემამდე მოდიხართ. ამჯერად კი დაგემშვიდობებით, ნახვამდის.